გამარჯობა, მე ვარ ნიკო და ეს არის ჩემი არხი დასპიქს ნიკო. დღეს კი მე წაგიკითხავთ გიორგი გურჯიევის ცხოვრება მხოლოდ მაშინ არის ნამდვილი, როცა მე ვარ. პირველ რიგში მე წავიკითხავ შესავალ ნაწილს ჭეშმარიტების სამყაროში. ეს არის გურჯიევის საუბრები, ლექციები თავის მოწაფეებთან მოსკოვში, ესენტუკში, თბილისში, ბერლინში, ლონდონში, პარიზში, ნიუ-იორკში, ჩიკაგოში 1917-1931 წლები. შესავალი 60 წელზე მეტი გავიდა გიორგი გურჯიევის გარდაცვალებიდან. გურჯიევისა, რომლის სახელსაც ნელ-ნელა ეფანტება ათასგვარ შეთხზულ, გამონაგონ ამბავთა და ჭორთა ნისლის საბურველი და იგი დღეს კვლავ იმოსება დიდი სულიერი მოძღვრის შარავანდით. იგი იმ მოღვაწეთაგანია ერთ-ერთი, იმ ოსტატაგანია ცხოვრების ასპარეზზე, გარდამავალ პერიოდებში რომ გამოდიან კაცობრიობის ისტორიაში. ამ მიმართულების ფონზე უახლოეს ცივილიზაციას რომ ახასიათებდა, გურჯიევმა მიზნად დაისახა თავის თანამედროვეთათვის გაეცნობიერებინა პიროვნების შინაგანი განვითარების აუცილებლობა, რაც ნათელს მოჰფენდა დედამიწაზე მათი არსებობის ჭეშმარიტ აზრს. მე-19 საუკუნის 70-იან წლებში რუსეთ-თურქეთის საზღვართან ახლოს დაბადებული გურჯიევი, მამამისისა და თავის პირველ მასწავლებელთა ზეგავლენით, უკვე ძალზე ადრეულ ასაკში გრძნობდა შინაგან ცხოველ მოთხოვნილებას. წინა პლანზე წამოეწია პრობლემა თავის ნამდვილ, ჭეშმარიტ მესთან დაკავშირებით და შემდეგ გამუდმებით და შეუპოვრად ეძებნა ადამიანები, რომლებიც მას ამ საკითხში გაარკვევდნენ. იგი 20 წლის განმავლობაში დადიოდა ცენტრალურ აზიასა და შუა აღმოსავლეთში, რათა იქ კვლავ აღმოეჩინა ფარული ცოდნის ცოცხალი წყაროები. 1917 წლის რუსეთის რევოლუციის დაწყებამდე იგი მოსკოვში დაბრუნდა, სადაც მრავალ მოწაფეს მოუყარა თავი. რევოლუციის დროს გურჯიევმა კვლავ განაგრძო თავისი საქმიანობა, იყო კავკასიაში, ესენტუკში, რომლის დროსაც თან ახლდა მოსწავლეთა მცირე ჯგუფი. მოგვიანებით თბილისში, რომ ჩამოჰყვა. შემდეგ კი კონსტანტინოპოლს, ბერლინსა და ლონდონს მიაშურეს. 1922 წელს გურჯიევი დასახლდა საფრანგეთში, ფონტებლოს მახლობლად, პრიორის სასახლეში, სადაც ფართომასშტაბიანი სამუშაოები გააჩაღა ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტის დასაარსებლად. 1924 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობის შემდეგ მას თავის განზრახვათა შესრულებაში ხელი შეუშალა ძალზე მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა. გურჯიევმა მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გამოჯანმრთელებული არ იყო, გადაწყვიტა მთელი თავისი დრო და უნარ-შესაძლებლობანი სამწერლობლო საქმიანობისთვის დაეთმო, რასაც თითქმის 10 წელიწადი მოანდომა. ამ პერიოდში შეიქმნა მისი ყველაზე დიდი თხზულება, ბელზებელის ნაამბობი თავისი შვილიშვილისათვის და შეხვედრები არაჩვეულებრივ ადამიანებთან, შესრულდა წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები, განკუთვნილი თხზულებათა მესამე სერიისათვის, რომლის სათაურია ცხოვრება მხოლოდ მაშინ არის ნამდვილი, როცა მე ვარ. ყოველივე ამის შემდეგ გურჯიევმა მთელი თავისი ენერგია საკუთარ მოწაფეებთან ინტენსიურ მუშაობას მოანდომა, რამაც მისი სიცოცხლის ბოლომდე გასტანა. ისინი უპირველეს ყოვლისა ის მოწაფეები იყვნენ, რომლებთანაც იგი პარიზში მუშაობდა, ხოლო შემდეგ კი ყველა ისინი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან რომ ჩამოდიოდნენ მასთან საფრანგეთში. გურჯიევი გარდაიცვალა პარიზში 1959 წლის 29 ოქტომბერს. ამ წიგნში შეკრებილი ჩანაწერები დაკავშირებულია ზოგიერთ იმ შეხვედრასთან, თითქმის ყოველ საღამოს რომ იმართებოდა გურჯიევთან. სულ ერთია, რა სიტუაციაშიც უნდა ყოფილიყო იგი. ეს მასალები პირდაპირ ქაღალდზე არ არის გადატანილი, რადგან შეკრებებზე გურჯიევი თავის მოსწავლეებს ჩანაწერების გაკეთების ნებას არ აძლევდა. საბედნიეროდ რამდენიმე შორს მჭვრეტელი, არაჩვეულებრივი მეხსიერებით დაჯილდოებული
მოსწავლეს შემდეგში შეეცადა აღედგინა მოსმენილი მასალა. მათი მიზანი იყო მოეხდინათ გურჯიევის იდეათა სინთეზი, როგორც ეს ოსტატურად გააკეთა პეტერ უსპენსკიმ თავის თხზულებაში „მშვენიერების ძიება“. ეს ჩანაწერები მოწმობს, რომ მოწაფეები რამდენადაც კი ამის შესაძლებლობა იყო, ოსტატის სიტყვის ერთგულნი დარჩნენ. ამ სიტყვას მიუხედავად მისი აშკარა უბრალოებისა, იმის ძალა ჰქონდა, რომ ყოველი ადამიანი თავისი ნამდვილი, ჭეშმარიტი მესათვის ეზიარებინა. ამ წიგნის ბოლოს მოყვანილი აფორიზმები წარწერილი პრიორის სასწავლებლის კარვის სახურავზე დაწერილი იყო საიდუმლო ანბანით, რომლის გაშიფრვაც მხოლოდ გურჯიევის მოწაფეებმა შეძლეს. მინაწერი. დიდი ხნის გაურკვევლობის შემდეგ ჩვენ დავაზუსტეთ საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხი გურჯიევის წარმომავლობას რომ უკავშირდება. იგი მამით ბერძენია. თავის უმთავრეს ნაწარმოებში ადამიანის ცხოვრების მიუკერძოებელი ობიექტური კრიტიკა გურჯიევი წერს. ახალგაზრდობაში მეტსახელად დარკი მერქვა. მოწიფულობის ასაკში შავი ბერძენი. შუახნის ასაკში თურქესტანის ვეფხვი, მაგრამ სინამდვილეში სხვა არავინ ვარ, თუ არა ჭეშმარიტი გვარიშვილი, გახლავარ თავად მუღრანსკის შვილიშვილი. ლექცია პირველი. პრიორი, 17 იანვარი 1923 წელი. ყოველი ცხოველი მოქმედებს თავისი თვისებების, ჩვეულების თანახმად. ყოველი ცხოველი მოქმედებს თავისი თვისებების მიხედვით. ეს ცხოველი მუშაობს მეტს, ის კი ნაკლებს, მაგრამ თითოეული მოქმედებს თავისი ბუნებრივი მიდრეკილების, მონაცემების მიხედვით. ჩვენც ვმუშაობთ. ჩვენ შორის მაგალითად ეს ადამიანი უფრო შრომისუნარიანია, ის ადამიანი კი არა. ვინც ხარივით მუშაობს, ის არაფრის მაქნისი არ არის და ვინც არ მუშაობს, ის უმაქნისია. მუშაობის ფასი და მნიშვნელობა განიზომება თვისებრივად და არა რაოდენობის მიხედვით. სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ ხალხი აქ, ინსტიტუტში, თვისებრივი თვალსაზრისით არად დამაკმაყოფილებლად მუშაობს. და ამ მუშაობა, რომელსაც აქამდე ასრულებდნენ, სინდისის ქენჯნის წყაროდ მაინც გამოადგეთ. თუ ასე იქნება, მაშინ იმ მუშაობას რაღაცა აზრი ექნება, თუ არა და ფასი არა აქვს. როგორც ვთქვით, ყოველი ცხოველი იმის მიხედვით იქცევა, რაც იგი არის. პირუტყვი მაგალითად ჭია. სრულიად მექანიკურად მოქმედებს. სხვა რამეს მას ვერ მოვთხოვთ. მას ერთადერთი, სახელდობრკი მექანიკური ტვინი აქვს. მეორე პირუტყვი მოქმედებს და მოძრაობს მხოლოდ გრძნობის მეშვეობით, რადგან ამგვარია მისი ტვინის აგებულება, შედგენილობა. მესამე, ცხოველი ამ მოქმედებად წოდებულ მოძრაობას მხოლოდ გონების საშუალებით აღიქვამს და მისგან სხვას არაფერს მოველით, რადგან მას სხვანაირი ტვინი არ გააჩნია. მას სხვანაირად არ შეუძლია, რამე თუ ბუნებამ ამგვარი ტვინი უბოძა. აქედან გამომდინარე მუშაობის ხარისხი დამოკიდებულია შესაბამის ტვინზე. როდესაც ვაკვირდებით ცხოველთა სხვადასხვა სახეობას, ვხედავთ, რომ არსებობს ერთტვინიანი, ორტვინიანი და სამტვინიანი ცხოველები. ადამიანი სამტვინიანი არსებაა, მაგრამ ვისაც სამი ტვინი აქვს, ხშირად 5-ჯერ მეტი უნდა იმუშაოს, ვიდრე იმან, რომელსაც მხოლოდ 2 ტვინი აქვს. ადამიანი ისეა შექმნილი, ისეთ სიტუაციაში, რომ მისგან მეტ მუშაობას მოითხოვენ, ვიდრე მას თავისი თვისების და უნარის მიხედვით შეუძლია გააკეთოს. აქ ადამიანი არაფერ შუაშია. ეს ბუნების მიერ არის ასე მოწყობილი. ადამიანის მუშაობას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, როდესაც იგი თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს ავლენს. ჩვეულებრივ ადამიანის მუშაობა გრძნობის და აზროვნების თანამონაწილეობას მოითხოვს. თუ ერთ-ერთი ამათგანი არ ფუნქციონირებს, მაშინ მისი მუშაობის ხარისხი იმ დონეზე რჩება, რომელსაც ორტვინიანი არსება აღწევს. თუ ადამიანს ადამიანივით მუშაობა სურს, მან ადამიანივით მუშაობა უნდა ისწავლოს.
ეს ადვილი მისახვედრია ისეთივე ადვილი, როგორიც ცხოველის ადამიანისაგან განსხვავება და ამას მალე გავიგებთ. ჯერჯერობით კი სიტყვაზე უნდა მერწმუნოთ, რაც ახლა მოგეთხოვებათ არის ის, რომ ეს განსხვავება გონებით მოახდინოთ. მე ვამტკიცებ, რომ თქვენ აქამდე არ მუშაობდით როგორც ადამიანები, მაგრამ არის შესაძლებლობა იმისა, რომ ვისწავლოთ ადამიანურად მუშაობა. ადამიანივით მუშაობა ნიშნავს, რომ ადამიანი გრძნობს, რას აკეთებს სწორედ ახლა, როგორ აკეთებს დღეს, როგორ უნდა გაკეთებულიყო გუშინ და როგორ უნდა გააკეთოს ხვალ და საერთოდ, რომელია საუკეთესო წესი. ხერხი მის გასაკეთებლად და ხომ არ არსებობს კიდევ უფრო უკეთესი წესი. ვინც სწორი წესით მუშაობს, ის ახერხებს სამუშაოს უფრო და უფრო უკეთ შესრულებას. ორტვინიანი არსებისთვის კი პირიქით, არ არსებობს განსხვავება მის გუშინდელ, დღევანდელ და ხვალინდელ მუშაობას შორის. ჩვენს შემთხვევაში არავის უმუშავია ადამიანურად, მაგრამ ინსტიტუტისათვის არსებითია სხვაგვარად მუშაობა. თითოეულმა თვითონ თავისთვის უნდა ემუშაოს, რადგან სხვები ვერაფერს გაუკეთებენ მას. თუ თქვენ, მაგალითად, პაპირუსის დამზადება წარმოება გესმით როგორც ადამიანს, მაშინ უკვე თითქმის ისიც იცით, როგორ გააკეთოთ ხალიჩა. ადამიანს ეძლევა მთელი საჭირო მოწყობილობა, ინსტრუმენტი ყოველივე იმის გასაკეთებლად, რისი წარმოდგენაც კი შესაძლებელია. თითოეულ ადამიანს შეუძლია გააკეთოს ყოველივე ის, რაც სხვებს შეუძლიათ. რაც ერთ ადამიანს შეუძლია, ის ყველას შეუძლია. გენიალობა, ტალანტი, ყოველივე ეს სისულელეა. საიდუმლო მარტივია, საქმის გაკეთება მოქმედება ადამიანურად. ვისაც უნარი აქვს გაიაზროს და ადამიანურად იმოქმედოს, შეუძლია საქმე მაშინვე ისევე კარგად შეასრულოს, როგორც იმან, რომელიც ამ საქმეს მთელი თავისი ცხოვრება აკეთებდა, თუმცა არა ადამიანურად, რისთვისაც მას 10 წელი დასჭირდა, რათა ეს საქმე შეესწავლა. იმას სხვა 2-3 დღეში სწავლობს და თანაც უკეთ გააკეთებს, ვიდრე ის, ვინც ამას მთელი თავისი ცხოვრება აკეთებდა. მე შემხვედრია ხალხი, მთელი თავისი ცხოვრება ადამიანებით რომ არ უმუშავია, მაგრამ მას შემდეგ რაც ისწავლეს, შეძლეს შესრულებინათ როგორც უფაქიზესი, ასევე უმძიმესი სამუშაოებიც, თუმცა ადრე ამაზე სრულიად არაფერი სმენიათ. საიდუმლო სრულიად მარტივია და ადვილად იხსნება. საჭიროა ვისწავლოთ ადამიანურად მუშაობა და ეს ხდება, როდესაც ადამიანი რაიმეს აკეთებს და თან იმაზე ფიქრობს, რას აკეთებს, წესსა და მანერას სწავლობს, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს საქმე და ამ დროს ყველაფერს ივიწყებს, თავის ბებიას, ბაბუას და თავის ვახშამსაც. დასაწყისში ეს ძალიან ძნელია. მე მოგცემ თეორიულ მითითებებს, თუ როგორ უნდა იმუშაოთ. დანარჩენი უშუალო თვითპიროვნებაზეა დამოკიდებული. გაითვალისწინეთ. მე მხოლოდ იმდენს გეტყვით, რამდენის გაკეთებაც შეგეძლებათ. რამდენჯერაც უფრო მეტად აქცევთ საქმეთ ჩემს ნათქვამს, იმდენჯერ უფრო მეტს აგიხსნით. თუნდაც ზოგიერთმა ეს მხოლოდ 1 საათის განმავლობაში აკეთოს, მათ მაინც იმდენს ველაპარაკები, რამდენიც საჭიროა. შეიძლება 24 საათიც ვესაუბრო, ხოლო ისინი, რომლებიც ისე იმუშავებენ, როგორც ადრე, ეშმაკსაც წაუღია. სწორი, ნამდვილი ადამიანური მუშაობის არსი, როგორც ადრე ვთქვი, ვლინდება 3 ცენტრის, მოძრაობის, გრძნობისა და აზროვნების ურთიერთშეთანხმებულ მუშაობაში. როდესაც ეს 3 ცენტრი კოორდინირებულად მუშაობს და რაიმე საქმიანობას, მოქმედებას ახორციელებს, მაშინ ეს ადამიანური მუშაობაა. პარკეტის იატაკის საჭიროებისამებრ გაწმენდა 1000-ჯერ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე 25 წიგნის დაწერა. მაგრამ ვიდრე შევეცდებოდეთ 3-ვე ცენტრით მუშაობას და მათ გარკვეულ სამუშაოს მივაპყრობთ, ერთი მიმართულებით წავმართავთ, საჭიროა ყოველი ცენტრი ცალკე ისე მოვამზადოთ, რომ მას კონცენტრირება შეეძლოს. აქ საჭიროა მოძრაობის ცენტრი შეთანხმებულად მოქმედებდეს სხვა ცენტრებთან ერთად.
და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველი ცენტრი სამ ნაწილად არის დაყოფილი. ჩვენი მოძრაობის ცენტრი მეტად თუ ნაკლებად, მაგრამ მაინც ეს რიგშია. სიზნელის თვალსაზრისით მას მოსდევს აზროვნების ცენტრი, ხოლო ყველაზე ძნელი მესამე, გრძნობის ცენტრია. ჩვენი მოძრაობის ცენტრით უკვე ვახერხებთ პატარ-პატარა საქმეების გაკეთებას, მაგრამ აზროვნებისა და გრძნობის ცენტრების კონცენტრირება საერთოდ არ ხდება. ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანი იმაში არ გამოიხატება, რომ შევძლოთ აზრების გარკვეული მიმართულებით წარმართვა და თავმოყრა. ამას, როცა ვაკეთებთ, საქმე გვაქვს მექანიკურ კონცენტრაციასთან, რომლის მიღწევაც ყველას შეუძლია. ეს არ არის ადამიანური კონცენტრაცია. აქ მთავარია ვიცოდეთ, როგორ უნდა გავთავისუფლდეთ ასოციაციებისაგან. ამიტომ ჩვენ აზროვნების ცენტრით უნდა დავიწყოთ. ვიდრე მუშაობას განვაგრძობთ, საჭიროა ვისწავლოთ აზრების ერთი გარკვეული მიმართულებით წარმართვა. შეარჩიეთ ყოველმა თქვენთაგანმა რაიმე თემა, საგანი, დასვით მის მიმართ ქვემოთ მოყვანილი კითხვები და თქვენი ცოდნისა და მასალის მიხედვითა და გათვალისწინებით უპასუხეთ მათზე. პირველი, მისი წარმოშობა. მეორე, მისი წარმოშობის საფუძველი. მესამე, მისი განვითარების პროცესი. მეოთხე, მისი თვისებები და ნიშნები. მეხუთე, საგნები, რომელიც მასთან კავშირსა და გარკვეულ დამოკიდებულებაში არიან. დასასრული. კომენტარებში კი გაგვიზიარეთ თქვენი აზრი თუ რა იცით გიორგი გურჯიევის შესახებ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დაალაიქეთ, გაუზიარეთ მეგობრებს და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგჩეთ ახალი ვიდეო დასფიქს ნიკო არხზე და ერთად ვიმოგზაუროთ დროსა და სივრცეში. მომავალ შეხვედრამდე, მადლობა რომ გვისმენთ.